ხატო საღამოები რადიო იმედზე. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები საეტერო სტუდიაში ვიმუშავებთ მე კატო ხმის რეჟისორი ნინა ჟალამბერძე და დღეს კარგი ბიჭის შესახებ ვილაპარაკებთ. კარგი ბიჭები ყავს ჩვენ როგორც წესი ხოლმე და ესეც ერთი განსაკუთრებული და ძალიან კარგი ბიჭი არის. ბიჭი რომელიც შესახებაც გამოდმებით არის ორი დიამეტრალურად განსხვავებული აზრი. ეს ბიჭი არ არსებობს რომ ან მოსწონთ და ან არ მოსწონთ და ეს ხოლმე ყოველთვის ძალიან კარგი რაღაც საშუალო და ნელთბილი დამოკიდებულება რო აქვს ჩვენს მიმართ ეს უბრალოდ არასასიამოვნოა და ესე რომ იყოფა დიამეტრალურად აზრები უკვე ჩანს რომ ან მართლა ძალიან განსაცვიფრებელი ხარ და ან პირიქით ამ ჩვენი ბიჭის სახელი არის ჯექსონ პოლოკი და თავად ამბობდა რომ არანაირი ქაოსი, როდესაც მის შესახებ გამოქვეყნდა ერთ ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნდა ესეთი განცხადების მაგვარი და მისი თითქოს და მისის ნამუშევრის აღწერის მაგვარი და იქ იყო აღნიშნული რომ ეს არის ქაოსი მისი ნამუშევრები. მან ძალიან გაბრაზდა და თქვა რომ არანაირი ქაოსი ჯანდაბა ტექნიკა ეს არის მექანიზმი ისევ მისი სიტყვები მოგვყავს. ტექნიკა ეს არის მექანიზმი და საშუალება გარკვეული მიზნის მისაღწევად და როდესაც მე ვქმნი, მე მაქვს ცხადი წარმოდგენა და ცხადი იდეა იმისა თუ რა მინდა შევქმნა და მე ვაკონტროლებ ამ ფერადი ლაქების განლაგებას და აქ არანაირი შემთხვევითობა არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ჩავხედავ ხალხს დღემდე სჭირა რომ შეიძლება რაღაცა და ავიენები იმასაც ამბობენ რომ მე აღარ მინახავს ეს ვიდეო გაკვეთილები, მაგრამ ავიენები ამბობენ რომ ინტერნეტის ერთ-ერთი სავსე ესეთი ვიდეო გაკვეთილებით თემაზე როგორ შევქნათ ჯექსონ პოლოკის მსგავსი ტილო და როგორ ესე გადავათქრიალოთ ამ ტილოზე ფერები, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში ასე თუ მოიქცევიო, ისევ ავიენები ამბობენ და ამ შემთხვევაში მჯერა უნახავადაც ამ ვიდეოებს, იმიტომ რომ შეუძლებელია ჯექსონ პოლოკი გაიმეორო. ამ შემთხვევაში ეს შენი შედევრი უფრო მეტად დაემსგავსება სპაგეტი ბოლონეზესა, ან უფრო ჩვენი ქართული ჩვენთვის უფრო ნაცნობი სანამ იქნეს სპაგეტი ბოლონეზე ვერც მოიფიქრო და ვერც გაიხსენო ძბრომელია და ამ დროს ჩვენთვის უფრო ნაცნობი აჯაბსანდელი აი ამას დაემსგავსება ნამდვილად, იმიტომ რომ აქ არ იყო ის რომ ის მხოლოდ ესე ათქრიალებდა და წვეთად თითქოს და ესე უბრალოდ მოასხავდა ამ ფერებს თვითონ ტილოზე და ფოტოგრაფი ჰანს ნამუტი, რომელსაც ერთხელ მოხდა ისე რომ ის თვალყურს ადევნებდა იმას როგორ მუშაობდა ჩვენი ბიჭი პოლოკი, ის იხსენებდა რომ ესე გაფენილი იყო, მთელს იატაკზე იყო გაფენილი უკვე ესე ფერებით სავსე ნამუშევარი, ფერები მსხმული ტილო და იდგა სრული სიჩუმე. პოლოკმა შეხედა თავის ნამუშევარს, შემდგომ მოულოდნელად აიღო ისევ ქილა და ფუნჯი და დაიწყო მოძრაობა ამ ტილოს გარშემო და თითქოს და უცებ მიხვდა რომ ეს ნამუშევარი არ იყო დასრულებული და მისი მოძრაობები თავიდან ესეთი ნილი და დინჯი თანდათანობით უფრო და უფრო ჩქარდებოდა და უფრო და უფრო ემსგავსებოდა ცეკვას, ის ამ შავ თეთრ თუ ჟღალ ფერებს ისროდა თვითონ ტილოზე და საერთოდ დავიწყდა იმის შესახებ რომ იქ მეც ვიყავი და და თვითონ ამ დროს თითქოს არც კი ესმოდა ჩემი ობიექტივის ჩხაკუნის ხმა და მე ამ დროს ვიღებდი როცა ის მუშაობდა, სანამ ეს ისე გატაცებით მუშაობდა და შეიძლება დაახლოებით ალბათ 9 საათს გაგრძელდაო, ამბობს ჰანს ნამუტი და თვითონ მთელი ამ ხნის განმავლობაში პოლოკი არ გაჩერებულა და აი ბოლოს როცა დაასრულა თქვა რომ აი ასე ახლა უკვე ყველაფერი მზად არისო. ეს ჩვენი ბიჭის შესახებ თვითონ კრიტიკოსების აზრით რომ მოვისმინოთ, ერთნი ამბობენ ეს ნამუშევრები კი არა საერთოდ
ალიერებიო. ამას ეს ავიანები ამბობენ. მეორენი ამბობენ, რომ ეს არის რაღაცა უგემოვნობის ზეიმი და რაღაც ესეთი უგემოვნო და ცუდი ნამუშევრები, მესამენი ამბობენ, შეიძლება ხა ეს ყველაფერი დავაყენოთ ველასკესის და ტიციანის გვერდითო. არის ხალხი კიდევ ისეთ ძალიან მოსწონს და ამ ხალხს შორის არის ერთი კარგი ბიჭი კურტ ვანეგუტი, რომელმაც ყველაზე მეტად მამეცადინა დღევანდელი დღისთვის და კურტ ვანეგუტი მაგახსენებათ არ არის იმ კატეგორიის და იმ ყაიდის კაცი, რომელიც მხოლოდ მაშინ შეეძენს ჯექსონ პოლოქს, როდესაც მის შესახებ დაიწყება ლაპარაკი და უკვე ეს ჯექსონ პოლოქი გახდება და საერთოდ ხელოვნების ნამუშევარი, როცა გახდება ხოლმე აღებმიცემობის საგანი, მერე უკვე ისეთი ხალხი შეიძენს ხოლმე, რომ ღმერთთა კიმამკალე თავად შეიძლება შემოქმედმა გაიფიქროს და თვითონ ეს ცნობილი ნომერი 5-ით ძალიან დიდხანს ინახებოდა მე რა ინფორმაციაც ნახე შეიძლება კიდევ არის ხო ინფორმაცია და ასე რომ ერთ-ერთი ინფორმაცია რაც მე ვნახე და რაც შემხვდა არის ის რომ ძალიან დიდხანს იყო შენახული საერთოდ არც გამოჰქონდათ ისე დიდად მაინც ადამიანს არსად არ იყო გამოფენილი და აი როდესაც ის გაიყიდა საარაკო თანხად ეს გაიყიდა სწორედ მაშინ როდესაც პოლოკი უკვე მოდაში იყო შემოსული ნიკო ნიკოლაძე წერდა ხო მე მგონი რომ მოდნა და არ მოდნაო და აი როცა უკვე ჩვენი ბიჭი უკვე მოდნა იყო მაშინ გაიყიდა ესეც საარაკო თანხად და კურტ ვანეგუტი თვითონ ვენდოთ მოდით ამ ბიჭს ყველაზე მეტად დღევანდელ დღეს და ის ამბობს რომ ის იყო მხატვარი ჯექსონ პოლოკი იყო მხატვარი რომელიც თავის ყველაზე სახელგანთქმულ პერიოდში მოყოლებული 1957 წლიდან მუშაობდა ახსენეთ უკვე ჩვენ როგორც მუშაობდა ის ესე გაშლიდა ტილოს გაშლიდა იატაკზე იმიტომ რომ ის ამბობდა რომ ჩემი ნამუშევრები თვითონ არ მოდიან მოლბერტიდან და მე როცა იატაკზე ვმუშაობ უფრო მეიოლება ეს საქმეო ახლა ნინა როგორც მანიშნებს საინფორმაციო დროა რადიო იმედის ეთერში და შემდგომ ისევ გავაგრძელოთ საუბარი ჩვენი ბიჭის შესახებ არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს პოლ ჯექსონ პოლოკის შესახებ, ამ ბიჭის შესახებ, რომელზეც ერთნი ამბობენ, რომ აი ეს არის ცუდი შემოქმედებითი ხუმრობა. მეორე ნაწილს საერთოდ ეჭვება, რომ საერთოდ შეიძლება კი ამას ეწოდეს, რომ ეს არის ხელოვნების ნიმუში და არა უბრალოდ შპალიერი. და მესამენი ამბობენ, რომ ეს როგორ მოვათავსოთ ტიციანის და ველასკესის გვერდითო და ფემინისტებს, როგორც ჩანს ცოტა რადიკალურ ფემინისტებს და არა ნამდვილად ამ კარგ გოგოებს, რომლებიც ზრუნავენ იმაზეც, რომ ქალი ადამიანის მეგობარია აღარ იყოს. და ეს აღარ იყოს და ადამიანი და ქალი ცალ-ცალკე არ მოიაზრებოდეს. როგორც ჩანს უფრო რადიკალურ ფემინისტებს, ჩვენი კარგი გოგოებისგან განსხვავებულებს მოსჩვენებიათ, რომ პოლოკის ამ ნამუშევრებში, აი მანერაში, როგორც ის მუშაობს, არის რაღაც ესეთი ფალოცენტრული მამაკაცური ფანტაზიები თვითონ ამ გაშლილ ტილოზე მუშაობისა და მასზე მიმოფრქვევისა და დაწვეთებისა საღებავების. ასეც არღირს განსვენებული ზიგმუნდის შეწუხება, თუმცა ჩვენ განსვენებულ ზიგმუნდს შევაწუხებთ. იმიტომ რომ თავად ჩვენი ბიჭი ჯექსონ პოლოკი მას შეგვაწუხებინებს და ამაზე ესე გადავიდეთ ჩვენი მამბავზე ხო ჩვენ ვიყავით იქ რომ ჩვენი ბიჭის ასეთი ყველაზე სახელგანთქმული პერიოდი მისი შემოქმედებისა იწყება 1957 წლიდან როდესაც აი ესე დაიწყო მან უკვე მუშაობა და ამ ყაიდაზე დაიწყო მუშაობა ჩვენი ბიჭი დაიბადა კოდიში შტატ ვაიომინგში ამ კურტ ვანეგუტი და სხვა ბიოგრაფებიც ამბობენ, რომ ამ ქალაქს ცნობილი ცხოველთა ხოცველის უილიამ ფრედერიკ კოდის მეტსახელად ბუფალო ბილის პატივსაცემად ერქვა კოდი
თუმცა მეორენი ამბობენ რომ ეს რატომღაც უბრალოდ ეს იყო თვითონ სურვილი ბიოგრაფებისა რომ რაღაც ესეთი განსაკუთრებული გამოეყვანათ ეს ქალაქი და რატომ არის განსაკუთრებული კურტ ვონეგუტს ასე ნამდვილად არ ეჩვენება სხვებს შეიძლება აღაფრთოვანებდეთ ეს ბუფალო ბილი ხო ჩვენ ბიჭი კი დაიბანდა ამ კოდიში მაგრამ ძირითადად ოჯახი გადადიოდა ხანსად და იქ ძალიან დიდ ხანს არ უცხოვრია ბევრი ამბავი გადახდება ჩვენს ბიჭს სადღაც ისწავლის სადღაც იქნება სადღაც მას დაიწყებს მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რასაც ცოტა ხანში რასაც დავუბრუნდებით და რაზეც გადავალთ და მაგრამ აქ არის ერთ ძალიან საინტერესო მისი ბარათი რომელიც მან მისწერა თავის ძმას როდესაც მათი მამა გარდაეცვალა ეს იყო რომ ძალიან სიღატაკეში უწევდათ მაგ ცხოვრება ამის შემდგომ და მათ თავისუფალ დროს სწავლიდან თავისუფალ დროს ჩვენს ბიჭს უწევდა ის რომ ემუშავა მას ხანსად ესეთ ღიურ მუშად ემუშავა ხანდახან საჭმელსაც იპარავდა ძალიან ხშირად მომხვდარა ხან რა ჩხუბში მოხვედრილა ხან რა ჩხუბში გახლართულა და ეს ყველაფერი ხდებოდა დიდი დეპრესიის ფონზე და მის ერთ-ერთ ბარათში რომელიც მან ძმას მისწერა არის ესეთი ფრაზა რომ არაერთხელ მცემეს ორჯერ მოვხდი ციხეში საპყრობილეში სადაც რა თქმა უნდა დღეების მანძილზე რამოდენიმე დღე გავატარე მშიერმა, მაგრამ სამაგიეროდ რამხელა გამოცდილება. კოდიში შეგვეძინა უკვე ხო ეს ამბები მოვყევით და გადავბარგდით ნიუ-იორკში. ასე უცებ ამოვყავით თავი ნიუ-იორკში ძალიან ბევრი დრო გამოვტოვეთ, სადაც ის 44 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ის იყო ყველაზე ესეთი აულაგმავი მძებნელი თავგადასავლების იმ სფეროში, რასაც ქვია ხელოვნება და რომელსაც დღესდღეობით ამბობს ეს ჩვენი დღევანდელი პროდიუსერი კურტ ვონეგუტი, რომელსაც დღესდღეობით აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი ეწოდება და მან იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ვინმეს შეეძლო გაეკეთებინა, იმიტომ რომ მან ესეთი გააკეთა ის, რომ თავისი ქვეყანა და განსაკუთრებით ნიუ-იორკი აქცია იმ აღიარებულ სამსოფლიო ცენტრად ნოვატორული ხელოვნებისა, როგორიც ის დღესდღეობით არის და მანამდე ამერიკელებიც ის აღფრთოვანებულები იყვნენ, მხოლოდ მათი პირველობით ერთადერთ მუსიკას, ხელოვნების ერთადერტ დარგში და ჟანრში, ანუ ჯაზურ მუსიკაში და როგორც ყველა ესეთი გამოჩენილი ჯაზის ოსტატი პოლოკმატსა ესეთი საკუთარი თავი აქცია ესეთ ნამდვილ მცოდნედ და ნამდვილ დამფასებლად იმ მიმზიდველი შემთხვევითობისა, რომელსაც ის თავად ქმნიდა, თუმცა აქ კურტ ვონეგუტს პოლოკი არ დაეთანხმებოდა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ის ამბობდა, რომ აქ არ არის არავითარი შემთხვევითობა, იმიტომ რომ მას ყველაფერი გათვლილი ჰქონდა თითოეული დაწვეთება საღებავისა, მას ეს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და მან იცოდა, როგორ გაენაწილებინა ეს ფერადი ლაქები, როგორ გაენაწილებინა იატაკზე გაჭიმულ ტილოზე და ჩვენი ბიჭის ცხოვრება ძალიან ცუდად დამთავრდა, იმიტომ რომ ის ავტოკატასტროფაში მოყვა და ამ ავტოკატასტროფას გადაჰყვა ამავდროულად გზაზე გადაყრილი ახალგაზრდა ქალი. ის ხეს შეეჯახა, მანქანით იყო და ეს ძალიან მძიმე ავარია იყო და ძალიან როგორც დამთავრდა უკვე აღნიშნეთ. ხო და რა ხდება ჩვენი ბიჭის თავს მეორე მსოფლიო ომამდე უნდა მივიდეთ ალბათ, იმიტომ რომ მანამდე ესეთი განსაკუთრებული რა ხდება და რა შეიძლება ხო აუცილებლად აღსანიშნავია ის, რასაც კურტ ვონეგუტიც აღნიშნავს, რასაც მე არ მქონდა ნანახი ეს ნამუშევრები მისი, იმიტომ რომ რაღაცა პოლოკი მაინც ესეთი წარმოგიდგენია და ნამდვილად აქვს მას განსხვავებული ნამუშევრები და ვერავინ ვერ იტყვის, რომ მას ხატვა არ შეეძლო და ამიტომაც ადგადა ესე მოტუთხნა დაიწყო ტილოებისა. მას ნამდვილად შეეძლო ხატვა და ძალიან კარგადაც შეეძლო უბრალოდ მერე ის ყველაფერი
ამასთან უკვე ვეღარ მოვა, როცა ნახავთ მიხვდებით რომ არა კარგი უქნია, რომ აი ამ საფეხურიდან კიდე მე სხვა საფეხურზე აიწია და აინაცვლა და მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ჩვენი ბიჭის ის არ გაიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასაკი კი ისეთი ჰქონდა, რომ თითქოს და ჯარში უნდა გაეწვიათ, მაგრამ არ გაიწვიეს და ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ამის იყო, მისი ალკოჰოლიზმი, რომელთანაც ზოგჯერ მაინც ახერხებდა ის გამკლავებას და მაგალითად იყო ესეთი დრო 1958 წლიდან 1950 წლის ჩათვლით საერთოდ ერთი ჭიქა არ გაუსინჯოს და ალკოჰოლიზმის თავი პრობლემა ხო ეს არის, რომ თავი ის ერთი ჭიქა არ გასინჯა, თორემ მე უკვე სათვალავი ირევა და ვიდრე ომი იყო ის ძველებურად განაგრძობდა ფერწერის შესწავლას და ასევე თავადაც ასევე პედაგოგობდაო კორდვანეკაც უნდა ვენდოთ ისევ და იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს მისი პროფესიისას მოუწია, რომ დროებით განშორებოდა ხელოვნებას და ევროპაში საერთოდ მისი ასაკის ხელოვანებს აუკრძალეს ხატვა, მოგეხსენებათ რაც ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, სულ დეგენერატები ეძახეს მხატვრების უმეტესობას და მათ ან აუკრძალეს ხატვა, ან მათი ნამუშევრები დაითხოვეს მუზეუმებიდან და ამაზე ჩვენ ბევრჯერ გულაპარაკი ამ კარგ ბიჭებზე და თვითონ ჩვენი პოლოკი არის ცნობილი და პოპულარულია იმით, რომ მან მოახერხა, რომ ხო ეს ძველ ხელოვნებასთან, წინამდებარე ხელოვნებასთან, როგორც შეიძლება სწორად თარგმნათ და თქვათ, მან გაწყვიტა ყველანაირი კავშირი და იმ დროს, როდესაც ხვებს არ შეეძლოთ ეს ომიდან გამომდინარე არ შეეძლოთ, იმიტომ რომ ომში იყვნენ გაწეულნი, ან მათ ქვეყანაში მძინვარებდა ეს ომი და იქ უკვე ჰქონდათ ნაცისტებს ნათქვამი აქ ამ მშვიდობაო, აი სამგერო ჩვენს ბიჭს ჰქონდა ის დრო, რომ ესე ბევრი ეფიქრა მოეხარშა და გადაეხარშა თავის თავში, რა სურდა, როგორ სურდა და რა უნდოდა რომ ეკეთებინა ფერწერაში და პოლოკი როგორც კორდვანეკოთი თვლის შეუძლებელია, რომ აი არ გაგაოცოს და არ განგაცვიფროს, იმიტომ რომ ის როდესაც მუშაობდა ამბობს კორდვანეკოთი ის საერთოდ ესე კვეცნობიერს მიანდობდა თავის თავს და 1957 წელს ზიგმუნდ ფროიდის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდგომ პოლოკმა განაცხადა, რომ მე შეპყრობილი ვარ შემოქმედებით და მე ანგარიშს არ ვაძლევ და ანგარიშს ვერ ვუწევ იმას თუ რას ვაკეთებ და შეიძლება ითქვას, რომ თვითონ რელიგიურ თემებზე ხატავდა ეს ჩვენი ბიჭიო, ამბობს კორდვანეკოთი ჯექსონ პოლოკზე და რატომ ამბობს ამას და რა მიზეზით ამბობს, იმიტომ რომ დასავლეთში ენთუზიასტებს სჯეროდათ, რომ ესეთი სულიერი ჰარმონიის და სიმშვიდის მიღწევა შესაძლებელია პირველ რიგში, აი სადღაც სიფხიზლესა და ძილს შუა ყოფნით, ანუ ეს მედიტაციის მეშვეობით არის შესაძლებელი და სხვა ესეთი და ჩვენს კორდვანეკოთს მიაჩნია, რომ აი სწორედ ეს ამას წარმოადგენს, ეს არის მედიტაცია, თვითონ ჩვენი ბიჭის ნამუშევრები და ჩვენი ბიჭის შემოქმედება. ცოტა ძნელი ამ ყველაფერზე ლაპარაკი, იმიტომ რომ თანამდებობით ჩვენ არ ვიცით რას ფიქრობდა ჩვენი ბიჭი, იმიტომ რომ ხან ერთს ამბობდა, ხან მეორეს და როგორც ფიქრობდა, ალბათ იმ წუთას იმას ამბობდა და პოლოკი არის განსაკუთრებული იმითაც, რომ მას ეს არ შექმნილა, რაღაცა გარკვეული სკოლა არ შექმნილა, ის იყო ერთადერთი დარჩა აი ამ პოლოკობანაში, ამ ჟანრში პოლოკობანა, ჩვენი ბიჭი ჯექსონ პოლოკი იყო ერთადერთი და განუმეორებელი, თუმცა მის გარშემო იყო მისი მეგობრების წრე, რომლებიც აი თვითონ კორდვანეკოთს მოხავს ესეთი ძალიან კარგი შედარება, რომ ფრანგი იმპრესიონისტები დაახლოებით მაინც ერთნაირად ხატავდნენ, იყო მათ შორის რაღაცა საერთო და ასევე
კუბისტებიც დაახლოებით ერთნაირად ხატავდნენ და ეს ამ ყველაფერს მათ კარნახობდა თვითონ სკოლის მოთხოვნილება, იმიტომ რომ საქმე იმაშია, რომ ის რევოლუცია, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ მთელი თავისი ესეთი სულიერი წანამძღვრებით და შედეგებით და რეზულტატებით ატარებდა მაინც მეტნაკლებად ჩაკეტილ ხასიათს, იმიტომ რომ ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ თვითონ ტექნიკას ფერწერისა. შეიძლება ამაში ძალიან ბევრი არ დაეთანხმოს და მეც გამიჭირდება ამ ბატონს დავით ახმამაში, მაგრამ მე არ ვარ საქმეში ასე ჩახედული, მე უბრალოდ ვიცი რა მომწონს და რა არა, მე რიგითი დამთვალიერებლის პოზიციიდან და ჩვენს ბიჭს არ შეუქმნია ესეთი სკოლა, წვეთ-წვეთად მხატვართა სკოლა მას არ შეუქმნია, ის დარჩა ერთადერთი და განუმეორებელი და მხატვრები, რომლებიც ესე მის გარშემო ანუ ითვლება რომ თითქოს და მარკ როტკოს და ვილემ დე კუნინგსაც აქვთ მისი გავლენა, ეს არის თვითონ ისევ და ისევ კორდვანეგუტის შტაბ-ეშტილება დღეს აღნიშნე კიდეც რომ ის არის ჩვენი პროდიუსერი დღევანდელი ამ საღამოსი. ერთი კარგი გოგო იყო, რომელმაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ბიჭის შემოქმედებაში. ეს გოგო იყო პეგი გუგენჰაიმი და ეს იყო გოგო, რომელიც არა უბრალოდ ესეთი მსხვილი მეცენატი იყო და არა უბრალოდ ერთ-ერთი გამოჩენილი კოლექციონერი, არამედ ეს იყო გოგო, რომელმაც პირდაპირ აი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ფეხზე დააყენა თანამედროვე მხატვრობა და ის იყო ქალიშვილი ძალიან ესეთი შეძლებული ამერიკელი ბატონისა ბენჯამინ გუგენჰაიმისა, რომელიც 1898 წელს დაიბადა. და ძალიან უცნაური და ახირებული ნათესაობა ჰყავდა პეგი გუგენჰაიმს, ცოტა დრო ამ გოგოსაც დავუთმოთ, იმიტომ რომ იმსახურებს და მისი ბებია, პეგი გუგენჰაიმის ბებია ძალიან ხშირად გავლელებს ეკითხებოდა, როგორ ფიქრობთ, როდის ეძინა ბოლოს ჩემთან ჩემს ქმარს და ნუ ყავდა ძალიან ისეთი ცნობის მოყვარე და მოყვარული ოპერის მოყვარული დეიდა, რომელსაც უბრალოდ ესე შუა მეხუთე ავენიუზე შეეძლო ამღერებულიყო და ესეთი უცნაურ ოჯახში ჩვენი გაზრდილი გოგო იყო ძალიან დიდი მოყვარული ხელოვნებისა და უბრალო მოყვარული კი არ იყო, უბრალოდ ისეთი მოყვარული იყო, რომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ბევრი რამ შესძინა და მისი კიდევ ერთი ბიძა მთელი თავისიავლადიდება ქურქებზე დახარჯა და ამ ქურქებზე დახარჯა, იმიტომ რომ მე ამ ქურქებს ლამაზ ახალგაზრდა ქალებს ურიგებდა მეორეს ერთში რომ ვისკი და ელია საუზმემდე და მესამე კი იმდენად ძუნწი იყო რომ მხოლოდ სტუმრად თუ ისადილებდა, შინ არავითარ შემთხვევაში არ სადილობდა და ნუ მივხვდით ხო რომ აი თვითონ ეს საზღვრები რა შეიძლება იყოს ნორმალური და რა არანორმალურსა და არანორმალურ შორის ისეთ საზღვარი არ არსებობს და ძალიან მარტივად შეიძლება აქეთ-იქით მხარეს გადასვლა და რო დაიწყებ ნორმალური ძიებას, მე შეიძლება ესე გაცხრილო ისერად გამოცხრილო ნორმალური ძიებაში კოჭლები, ბრუციანები, ცაციები, ჟღალები და მე კუდიანებზე ნადირობაც დაიწყო და ჩვენი გოგო ამ ყველაფრისგან ძალიან შორს იყო საბედნიეროდ და მისი პეგი გუგენჰაიმთან ერთად ვართ, ისევ ჯერ ჩვენ ჯექსონ პოლოქს არ დავბრუნებულ ვართ და მისი მამა პეგი გუგენჰაიმის მამა იყო ერთ-ერთი მგზავრი ტიტანიკისა და ოჯახური ლეგენდის თანახმად ეს მისტერ გუგენჰაიმი და მისი მდივანი ეხმარებოდნენ ქალებს და ბავშვებს იმისათვის რომ ესე ნავებში ჩამსხდარიყვნენ ისინი სამაშველო ნავებში და ის მაინც და მაინც ერთგული ქმარი არ იყო და არის მაინც და მაინც მზრუნველი მამა არ ყოფილა, ფინანსური საქმეები აბსოლუტურად მოუწესრიგებელი ჰქონდა და მისი გარდაცვალების შემდგომ გუგენჰაიმების თვითონ ქონება
ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახისა იმ დროისთვის ნიუ-იორკში ძალიან ესეთი მოკრძალებული აღმოჩნდა და ესეთი თავისი შეძლებული კუზენების ფონზე ჩვენი გოგო ღარიბნათ ესავად აღიქვამდა თავს და ძალიან მოსაწყენია ჩვენებოდა ამერიკა და ძალიან მეტად თავჯაჭერელი ეჩვენებოდა და ამიტომაც ძალიან მალე როდესაც ის სრულწლოვანი შეიქმნა ადგა საფრანგეთში გადაბარგდა და იქ ლორანს ვეილზე დაქორწინდა არც თუ ისე ნიჭიერ მწერალსა და მხატვარზე სამაგიეროდ ძალიან ნიჭიერ ლოტსა და შფოთის თავზე და ეს ლორანს ვეილი პარიზში იცნობდა ყველას და მისი წყალობით ჩვენმა გოგომ ესეთი გაიცნო ბოჰემა პარიზის და გაიტაცა ძალიან ხელოვნებამ და მისი ეს ტოლვა და სწრაფა ხელოვნების მიმართ ავიენები ამბობენ რომ რაღაცა ის სიშლეგემდე იყო მისული მაგალითად ერთხელ პეგი გუგენჰაიმმა თავის ქმარს მოსთხოვა რომ მათ იმ პოზებში ეს იყვარულათ რომელიც მან პომპეის ფრესკებზე ნახა მე არ მგონი აქ მარტო ფერწერის სიყვარული ყოფილიყო, იმიტომ რომ ადამიანი დაინტერესდა და სურდა რომ ეს რეალურად ეცადა, იმიტომ რომ თუ კი ეს შეიძლება იყოს ფრესკაზე, გამოდის რომ ვიღაცას ეს შენამდე გამოსდიოდა და შეგიძლია შენც ცადო, თუმცა ამაზე ნუ გავაგრძელებთ საუბარს ეს ბატონი ზურას გადაცემაში უფრო კარგად შეიძლება განვიხილოთ, აკრძალულ ხილში ბატონი ზურას და დაფნას გადაცემაში და ჩვენ დავუბრუნდეთ ამასობაში ჩვენს ჯექსონ პოლოქს პეგი გუგენჰაიმი უზრუნველყოფს სწორედ მის პირველ გამოფენას და პეგი გუგენჰაიმი ამბობენ რომ სწორედ ეს ფრესკა ცნობილი რომელიც მან პეგი გუგენჰაიმისთვის შექმნა ეს იყო პირველი ბიძგი ჩვენი ბიჭისთვის რომ ესე დაიწყო მან ხატვა ესე შლიდა იატაკზე და უკვე აღარ იყენებდა მოლბერტს იმიტომ რომ ეს ფრესკა უნდა ყოფილიყო ფრესკა მოგიხსენებათ ვერ იქნებოდა ვერანაირად დაზგური ფერწერის ზომებში და ამიტომაც გადაწყვიტა რომ ესე გააშალა იატაკზე და ტილოდა ისე მოეხატა და როცა გაშალა იატაკზე მიხვდა რომ აი გაშალა და მომდევნო საათში გავაგრძელოთ მოდით ჩვენი ბიჭის შესახებ ჯექსონ პოლოკის შესახებ საუბარი. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ესე დავასრულებთ ამ საათში საუბარს პოლ ჯექსონ პოლოკის შესახებ. ამ კარგი ბიჭის შესახებ რომელსაც მართლა შეეძლო ისე ეხატა თუ კი მოესურვებოდა რომ ფოტოგრაფიული სიზუსტით ეხატა როგორც საქმეში შეხედული ხალხი ამბობს, სხვა რომ არაფერი ფერწერას ისწავლობდა და ძალიან ისე ჭინჭყლი იყო მისი პედაგოგი, ვინც მას ფერწერას ასწავლიდა და ეს იყო ესეთი გულის გამოწვრილებელი ერთ-ერთი ამერიკელი მიმდევარი ცხოვრებასთან ახლოს რომ უნდა ყოფილიყო. ექსტრა ქართულად არ ცხოვრობატებთ. აი ესეთი ცხოვრებასთან ახლოს ყოფი ხელოვნების მიმდევარი. ეს იყო ერთ-ერთი გენიოსი ანტიმოდერნიზმისა თომას ჰარდ ბენტონი. როგორც მას საქმეში შეხედული ხალხი უწოდებს და თავიდან კი რამდენჯერმე აღნიშნე რომ დღეს კურტ ვანეგუტი არის ჩვენი პროდიუსერი და მან მამეცადინა, მაგრამ ასე მოხიბლული და აღფრთოვანებულიც არ არის საბოლოოდ ის ჩვენი ბიჭით და მანამდე მისი აღფრთოვანებული არის ვილემ დე კუნინგი, კარგი ბიჭი და კარგი მხატვარი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვარი. ის ამბობდა რომ ჯექსონმა დაამსხვრია ის რაც გახევდა იმისათვის რომ თავიდან დაეწყო და მთავარი მიზეზი რის გამოც საბოლოოდ უნდა გავამხილოთ რომ კურტ ვანეგუტი მაინც იწუნებს ჩვენს ბიჭს არის ის რომ ნუ ის ამბობს რომ გარდა იმისა რომ მისი ნამუშევრები მისთვის მაინც მხოლოდ ორნამენტებია, რომლის მიხედვითაც შეიძლება რომ ნაჭერი ქსოვილი დამზადდეს და თავი მიზეზი რატომაც არ მოსწონს და თვალში არ მოსდის საბოლოოდ არის რომ მათზე არ იგრძნობა ჰორიზონტი და თვითონ ტილოზე ამბობს კურტ ვანეგუტი მე არ მჭირდება არანაირი ინფორმაცია, მაგრამ ერთადერთი რამ მჭირდება ჩემს ნერვიულ სისტემას და შესაძლოა ამას მოითხოვს ნერვიული სისტემა ნებისმიერი სხვა ორგანიზმისა, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს, მას სჭირდება ცოდნა იმისა, თუ სად არის ჰორიზონტი, იმიტომ რომ როდესაც მე მახსენდება ამბობს ის ახლად დაბადებული
შველი, რომელსაც არ იცის, საით შეიძლება იყოს ჰორიზონტი და რომელსაც უნდა რომ იცოდეს როგორ უშველოს თავს და საით გაიქცეს და აი ამ მიზეზით იწუნებს ის საბოლოოდ ჯექსონ პოლოქს, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც პირიქით ალბათ არ სჭირდება და ჩვენ galaktioni რომ მოვიშველიოთ, რა ნახეთ ჯექსონ პოლოქი ალბათ აი სულს ყურია საზღვარი როგორც უსაზღვროობა, ალბათ შეიძლება ჩვენს ბიჭ პოლოქზეც ეთქვა. ჩვენი ბიჭი პოლოქს აღნიშნეთ რომ ნაწილი ხელოვნებაცოდნეებისა წყალობს, დამთვალიერებლების ნაწილიც წყალობს და ნაწილი აი ესე ამბობს რომ არანაირი პოლოქიო, როგორც ხელოვნებაცოდნეები, ასევე დამთვალიერებლები. ჩვენი ბიჭი მისი გარდაცვალების შემდგომ გახდა უაღრესად პოპულარული, ესე არის როგორც ესე ხშირია ხოლმე რომ რა კაცი დავკარგეთ სხვა არა ხელოვან ადამიანებს შორისაც და ხელოვანთა შორის ხომ მithumetes მეც ვეღარ შექმნის და აბა მოდით დავიტაცოთ რაც შეუქმნია და არტ კრიტიკოსები ჩვენი ბიჭის მეთოდს მოვადროდა უბრალოდ დრიპინგს შეარქმევენ, ანუ დრიპ ეს მოგეხსენებათ არის ესეთი გადმოწვეთება, დაწვეთება რაიმესი, წვეთად გადმოღრა რაიმესი. თავად ჩვენი ბიჭი ამბობდა რომ ეს არის ტექნიკა, რომელიც იღვრება და მასმედიაში ჩვენს ბიჭს ჯექსონ პოლოქს შეარქვეს ჯეკ დრიპერი, ანუ ეს იყო სიტყვების თამაში, ჯეკ რიპერთან, ჯეკ დრიპერი და ჯეკ რიპერი, ანუ ჯეკ პატრავი ესეთი არ ითარგმნება ესე თარგმანში ვერ აღვქვათ ამ თვითონ სიტყვათა თამაშს, მაგრამ ჯეკ მწვეთოვანი და ჯეკ პატრავი დაახლოებით ესე შეიძლება გამოვიდეს და თვითონ როგორც ამბობდა ისევ თავად ჯექსონ პოლოქი ეს თვითონ იატაკზე მუშაობა მას საშუალებას აძლევდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით რომ ჩაფლულიყო შემოქმედებაში და იატაკზე ყველაფერი ყველაზე უფრო იოლია, მე თავს უფრო ახლოს გზნობ ფერწერასთან, მე თავს გზნობ მის ნაწილად, მე შემიძლია მის გარშემო ვიარო, ვიმუშავო 4 კუთხიდან და 4 მხრიდან და უშუალოდ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ვიყო ფერწერის შიგნით და ესე პირველად რაც მიატოვა მოლბერტი, მას შემდეგ არასოდეს აღარ დაბრუნებია და მე რადგან ფუნჯებიც მიატოვა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მას აი ფუნჯებს უცვლიდა უბრალოდ ჯოხები და თვითონ აქანდაზი, პატარა აქანდაზი ან უბრალოდ ესე თვითონ გადმოღრიდა, თვითონ უშუალოდ საღებავის ქილიდან ღრიდა პირდაპირ საღებავს და ის გამოიყენებდა დამტრეულ შუშასაც და ქვიშასაც გამოიყენებდა. მე არ შეგაწყენთ თავს იმაზე ვაპარაკეთ თუ საიდან მოდიოდა და ვისი გავლენები ჰქონდა პოლოქს და ვისი ნამუშევრები ნახა, რა ნამუშევრები ნახა და საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი, ცხადია ეს ყველაფერი ცარიელი ადგილიდან არ შექმნილა და არ წარმოშობილა, მაგრამ ეს მოდით დავუტოვოთ საქმეში ჩახედულ ხალხს. ჩვენი ბიჭის შესახებ აი ეს კარგი გოგო პეგი გუგენჰაიმი ამბობდა რომ პოლოქი ძალიან მძიმე ადამიანი იყო. ის ძალიან ბევრს სვამდა და ამ დროს აულაგმავი და უსიამოვნო ადამიანი ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეშმაკად გადაიქცეოდა. მე როდესაც ამაზე დავიწუწუნე და დავიჩივლე ლი კრასნერთან, ჩვენი ბიჭის ცოლთან, მან მიპასუხა, რომ მას აქვს ასევე ანგელოსის ხარეებით და ანგელოსის თვისებებით და ეს მართალი იყო. ჯექსონ პოლოქი წააგავდა ცხოველს, რომელიც ხაფანგში მოყვა. ჩვენი ბიჭი, რომელიც არ ვიცი ხაფანგში მოყვა თუ რა ხდებოდა მის თავს, ყოველ შემთხვევაში კარგ ხასიათზე მყოფი ადამიანები და ბედნიერი ადამიანები ესე არ სვამენ, ჭიქას-ჭიქაზე არ ცლიან და სამწუხაროდ კარგ ხასიათზე მყოფები არ ეძალებიან, ამას კიდე თავისი სხვა მიზეზები აქვს და ერთი ალკოჰოლიკი გამხადავა, არავის არ დაუწერია, ალბათ არასოდეს თავის დღიურში არ უნატრია ამაზე. ჩვენი ბიჭი
როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენ ბიჭი დავკარგეთ 1956 წლის 11 აგვისტოს ძალიან ტრაგიკულ ვითარებაში, ავტოკატასტროფაში და ამ ავტოკატასტროფას გადაჰყვა არა მხოლოდ ჩვენი ბიჭი, არამედ ზოგი მონაცემით გადაჰყვა ერთი გზავრი ასევე და მეორე ძალიან სერიოზულად დაზიანდა და დაზარალდა. აი ესე დამთავრდა ჩვენი ბიჭის ამბები. ჩვენი გადაცემას დასასრულს მივახლოვდა. ჩვენ დღეს საუბრობდით პოლ ჯექსონ პოლოგის შესახებ და მე გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. კატოს საღამოები